Qudretით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეუხებითა ყოვლად უხსნელისა დედოფლისა ჩვენი საღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველწყობელისა ჯვარისათა მეუხებითა წმინდათა ზეცისა უხორცოთა ძალთა წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩვენთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსისათა წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და აღმართება პატიოსნისა ჯვარისა იმ ცხეთას წმინდათა მენელსაცხებლე დედათა მარიამ მაგდალინელისა მარიამ კლეოპასი სალომესი იოანასი მართასი და მარიამისა სუსანასი და სხვათა მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა წმინისა დიმიტრისა სამშობლოსათვის წამებულისა ყიფიანისა მღვდელმოწამე არტემონისა ლაოდეკიელი ხუცისა მოწამე კრისკენტი ლუკიელისა და მოწამე თომაი და ეგვიპტელისა რომელთაც ახსენებასა აღვასრულებ ჩვენ დღეს და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერარს და კაცთმოყვარე ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ რამდენიმე წელიწადია გამოვდივარ ინიციატივით თუმცა კი ჯერ არაფერი შეცვლილა მაგრამ კვლავ გავიმეორებ გაუგებარი თარიღით სრულიად ჩემთვის 8 მარტი ან 3 მარტი უნდა შეიცვალოს მენელსაცხებლე დედების ხსენების დღით კალენდარში ასე უნდა ჩაიწეროს რომ დედების და ქალების დღე არის მენელსაცხებლე დედათა დღე და არა რაღაცა გაუგებარი თარიღი გაუგებარი წარმომავლობის თარიღი ამიტომაც როგორ შეიძლება დაიწყოს ქალთა დღის აღნიშვნა საზეიმოდ რა თქმა უნდა წირვით და ზიარებით და მერე მთელი კვირა ქალთა დღე უნდა იყოს. რა ვიცი, რაღაცა არავინ არ გამომეხმაურა და უკვე მე რამდენი წელიწადია ასე ვლაპარაკობ. ხო და კიდევ უნდა გავაჟღეროთ ეთყობა სადღაც უფრო მაღალ საფეხურებზე და ასე იქნება. ახლა უნდა გითხრათ მენელსაცხებლე დედები ვინ იყვნენ. ესენი არიან საოცარი ადამიანები. ესენი არიან მოციქულთა მოციქულები. იცით რატომ? ქრისტეს აღდგომა ახარეს მენელსაცხებლე დედებმა მოციქულებს. წინამდვილეში ჩვენ წინა კვირას თომას კვირა როდესაც აღნიშნეთ, ქრონოლოგიურად ეს ამბავი სულაც არ არის ესე. თუ ჩვენ ქრონოლოგიურად დავიწყებდით აღდგომის აღნიშვნას ესეთი თანმიმდევრობით როგორც მოხდა ეს ამბები, მაშინ ჯერ მენელსაცხებლე დედების ხსენება უნდა აგვენიშნა. უბრალოდ თომას კვირა ქვია იმ კვირას, შემდგომ კვირას, იმიტომ რომ ამავდროულად განახლების კვირიაკია, ანუ განახლება აღდგომის დღესასწაულის განახლებას გულისხმობს ახალი ფაქტიურად თქმას იმისა, რომ კვლავ აღდგომის დღესასწაულია და ამის შემდგომ იწყება უკვე ქრონოლოგიური ათვლა რაღაცა მოვლენებისა. ამიტომაც როგორც ეწერა დღეს სახარებაში, კვლავ ამ შინაარსით შეგახსენეთ, რომ პარასკევს მაცხოვარი აღესრულა ჯვარზე. პარასკევის საღამოდან ებრაელებისთვის იწყება ათვლა, რომ შაბათის დღე იწყება. შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლება. ამიტომ სანამ ისე მოსაღამოვდება, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაც საქმის გაკეთება, მოითხოვს იოსებ არიმათიელი მაცხოვრის გვამს პილატესგან იკადრაო და შევიდა მასთანო, გარდამოხსნის ამ გვამს, მაგრამ დრო აღარ ყოფნით იმისა, რომ როგორც მათი ტრადიციაა და ბოლოს რაღაცა პატივისცემა როგორც შეიძლება გამოხატონ მიცვალებულის მიმართ, რომ დაამუშავონ შესაბამისად ეს გვამი და ისე დააგრძალონ, ამისი დრო აღარ არსებობს, ამიტომ სასწრაფო წესით უბრალოდ ნაჭრებში გაახვევენ და დააბრძანებენ საფლავში. პარასკევს საღამოს იწყება შაბათი როგორც მოგეხსენებათ. შაბათი მთავრდება, როდესაც მოსაღამოვდება და იწყება კვირა, მაგრამ საღამოს და სიბნელეში ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ ისევ. ამიტომ ისინი იძულებულები არიან დაელოდნონ კვირა დილის გათენებას. და ასეც წერია ზუსტად სახარებაში,
რომ გადავიდა შაბათი და დანიად ერთ შაბათისაასაო, ანუ რას ნიშნავს ეს სიტყვები? ერთ შაბათი არის კვირა დღე. ჩვენ ხო ასე ვითვლით ორ შაბათი, სამ შაბათი, მაგრამ ერთ შაბათი არის კვირა. აი ამ კვირა დილის გამთენიისას მენელსაცხებლე დედები მიდიან, აქვთ მოკლედ მომზადებული ეს ნელსაცხებლები, რითიც უნდა დამუშავდეს, ესე იგი გარდაცვლილის გვამი და უნდათ რომ თავიანთი უკანასკნელი სიყვარული, უკანასკნელი პატივისცემა გამოხატონ საყვარელი მოძღვრის მიმართ. ერთადერთ რამეს კითხულობენ მხოლოდ გზაში, ყველაფრისთვის მზად არიან. უბრალოდ იმ ლოდს ვინ გადაგვიგორებსო, რომელი ლოდიც აი ამ აკლდამას მიაფარეს, როდესაც მაცხოვარი შიგნით დაასვენეს. ერთადერთი საზრუნავია, ვინ გადაგვიგორებს ამ ლოდს და ვკითხულობთ სახარებაში, რომ ლოდი გადაგორებული ხდებათ მათ ანგელოზი, რომლებიც ეუბნება იესოს ეძიებთ ნაზარეველსა, აღსდგა, არა არს აქა, წადით მიუთხართ, მოუყევითო მოციქულებსო და პეტრეს ამის შესახებო. ესე იგი დედები არიან, ეს მენელსაცხებლე დედები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოციქულთა מחარებლები ხდებიან. მოციქულთა მოციქულები ხდებიან, შეიძლება ასე ითქვას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დაკნინებული იყო ქალის როლი, მინდა გითხრათ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გამოდმებული ბრალდება ისმოდა ქალის მიმართ, რომ თითქოს ქალი შეცდა და ქალმა აცთუნა მამაკაცი და ახლა თუ არ გინდა, ვერავინ ვერ გაცთუნებს. და ამიტომაც ეს არასწორი დამოკიდებულება იყო. და ამ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაუსვა საბოლოო წერტილი, როდესაც მაცხოვრის აღდგომა ეხარათ არა მამაკაცებს, მოციქულებს, არამედ დედაკაცებს, ვინც ემსახურებოდნენ ქრისტეს. იმიტომ რომ ეს ამბავი ასე მოხდა თავიდან, როდესაც შეიქმნა ადამი, ნახა ადამმა, რომ თავისი სწორი არ იყო არავინ და არსებობს გარდამოცემა, რომ მან მოიწყინა. და ღმერთმა ნახა, რომ ადამის მარტო ყოფნა არ იყო კარგი. პირდაპირ ასე წერია ბიბლიაში. ადამის მარტო ყოფნა კარგი და სათნო არ იყო. მთელი ბიბლია დასაწყისი რო გადაშალოთ, აი პირველივე თავით დაბადების წიგნისა, შეგიძლიათ გადაშალოთ და ნახავთ. შექმნა ეს და ნახა რომ კარგი იყო, შექმნა ეს და ნახა რომ კარგი. ყველაფერზე წერია, რასაც ქმნის, კარგი იყო სინათლეა, რა ვიცი, მიწის და წყლის გაყრა თუ ყველაფერზე დღე პირველი, დღე მეორე ჩამოთვლილი და ყველაფერს მიწერ, კარგია. პირველი სიტყვა რაღაცაზე რომ გვხვდება ცუდიაო, არ არის კარგიო, უпростоრად ცუდი არ წერია. არ არის კარგი, ეს სიტყვა იცით სად წერია? მამაკაცის მარტო ყოფნა არ არის კარგიო. და ამიტომაც უნდა შეუქმნათ მას შემწეო. და შეიქმნა ეს შემწე და ისე შეუყვარდა ადამიანს დანახვისთანავე. რომ ამბობს, რომ ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი და ეს გახლავთ, შეიძლება ითქვას, პირველი სასიყვარულო ლექსი, რომელიც დაიწერა კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ მან დაინახა და შეუყვარდა და აი ერთი ნახით შეყვარებას რომ ამბობთ, ესე შეუყვარდა და შეიგრძნო, რომ ეს არის მისი თანასწორი, მისი სულიერი მოკავშირე. და ამის გარეშე სიცოცხლეს აღარ შეუძლია სიცოცხლე ერთი წამითაც. მაგრამ ცოდვით დაცემა მიცით რა გამოიწვია. იქამდე რომ ამბობდა ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, როდესაც ეკითხება მას ღმერთი, რომ ის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიგრძალეო, მე არა იმანო, ის გახდა უკვე, იქამდე მე იყო და ეხლა ის გახდა. აი ეს გახლავთ ცოდვის დაცემის შედეგი და ამიტომაც თითქოს რაღაცნაირად დაკნინებული იყო ქალის როლი, თითქოს ადამიანს უფრო მეტი არ მოეთხოვებოდა, თითქოს ადამიანს მეტი გონიერება არ უნდა გამოეჩინა, იმიტომ რომ შეთავაზება დღესაც არის და ყოველ ადამიანს აქვს, ქალსაც და კაცსაც. მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარის თქმა არის სწორედ შენი ადამიანობა. რითი განსხვავდება, იცით, ადამიანი ცხოველისაგან. მათ აქვთ ძალიან ბევრი საერთო თვისები. მაგალითად, სურვილიდან დომა აქვს ცხოველსაც და ადამიანსაც. ოღონდ ადამიანს აქვს მოაზროვნე სული და ჩემი სურვილიდან დომა, აი თუ ვიტყვი ახლა მაგალითად, რომ ცხოველს რაც მოუნდება და სადაც მოუნდება, იქ აკეთებს ყველაფერს, ან ახლა რომ დასწხება იმას, რა ქვია, რაღაცა ცხოველს და წავადად ლაპოში დაწვება, არ მინდა სახელი ვთქვა ამბიონიდან იმ ცხოველისა, შეიძლება ასეთი სურვილი შენც გაგისდეს სიცხეში რაღაცის, მაგრამ შენ ამ სურვილთან ერთად
გაქვს გონიერება, რომ აი სურვილი შეაკავო და თქვა, მინდა, მაგრამ არ ვაკეთებ. მინდა, მაგრამ არ ვღებულობ. მინდა, მაგრამ არ წავალ, არ გადავდგა მამნაბიჯს და ასე შემდგომ. და ამითი განსხვავდები სწორედ ცხოველისაგან. ამიტომაც ეს შეთავაზება ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ შენ გინდა და არ მიიღებ, ეს არის შენი გონიერება, თორე სურვილი კი არ არის თვითონ დანაშაული რაღაცის სურვილი. შეიძლება გამუდმებულად რაღაც გინდოდეს ადამიანს, განსაკუთრებით ცოდვის დაცემის შემდგომ რაღაცა მიდრეკილებები გქონდეს, ისეთი რაღაცა ვნებებისადმი თუნდაც და რაღაცა ფიზიკური სიამოვნებას ითხოვდეს შენი სხეული. და აქედან გამომდინარე, შენი ადამიანობა სწორედ ეს არის, რომ მე ვაკავებ თუ არა ამ სურვილებს ჩემში. შემიძლია თუ არა, რომ ეს გავაჩერო მათი მოძრაობა. ეს განმასხვავებს მხოლოდ და მხოლოდ გადასარევი ვალსი კია, მაგრამ ხელს გვეშლის. ტანგო უკაცრავად. და ეს განმასხვავებს სწორედ ცხოველისაგან. ამიტომაც ნახეთ, დადანაშაულება მხოლოდ იმისა, რომ ხალი იყო დამნაშავე და ამიტომაც თითქოს მათი როლი იყო დაკნინებული. ღმერთმა როგორ ასწია, იცით? რომ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი გახლავთ ადამიანი, რომელიც ღმერთის შემდგომ პირველი დგას. ჩვენ ხო ვამბობთ, უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესა სერაბიმთასა. ვინ არიან ქერუბიმები და სერაბიმები? ყველაზე ახლოს მდგომები ღმერთთან და ყველაზე ახლოს მდგომებზე უფრო მაღლა დგას და ვინ არის ეს პირველი? ღვთისმშობელი. და ღვთისმშობელი ხალი არ არის? ხალია. ვინ არიან ეს მენელსაცხებლე დედები, რომლებთაც ნახეთ რაი ერთადერთი სურვილით აღძრულნი. მიდიან რომ საფლავში თავიანთი მოძღვარი გააპატიოსნონ. ამ დროს სადარიან იცით მოციქულები? 9 კლიტულში არიან ჩაკეტილები. ეშინიათ რომ არ დაერიონ ეს ჯარისკაცები, როგორც მათი მოძღვარის მოკლეს, ამათაც რამე არ დაემუქროთ, გარეთ გამოსვლას ვერ ბედავენ და დედებს კიდევ ერთი სული აქვთ, როდის გათენდება, რომ გაიქცნენ თავიანთ მოძღვართან. ეს დედები ის დედებია, რომლებიც ჯვარცმასთანაც არიან, ესწრებიან ამ ჯვარცმას. მოციქულები გაქცეულები არიან, ერთადერთი იოანე ღვთისმეტყველი არის მხოლოდ დარჩენილი. ამიტომაც ქალის ბუნება და მამაკაცის ბუნება აბსოლუტურად სხვაობს, შეიძლება არაადამიანური თვისებებით, სხვაობს თავიანთი ხასიათით. და აი ეს ხასიათი უნდა შეგეძლოს, რომ გაიგო ადამიანს. ერთხელ საინტერესო ლექციები აქვს ხოლმე, ფსიქოლოგი არის ის ქალბატონი და ყვებოდა რომ არაფრით არ შეიძლება ქალებს აძლევდა ესეთ დარიგებას. არაფრით არ შეიძლებაო რომ შენი გადმოსახედიდან მოთხოვო მამაკაცო რაღაცეები. იმიტომ რომ ქალსო შეუძლიაო ერთდროულად რამდენიმე საქმე ერთად აკეთოსო. მაგალითად იქ თან ბავშვს მოუაროს, თან სადილი აკეთოს და თან სახლში რაღაცები ალაგოს და მამაკაცის გონება ასე არ არის მოწყობილი. მამაკაცი თუ ერთ საქმეზეა ორიენტირებული, მეორე საქმეს პარალელურად ვერ აკეთებს. ამიტომ შენ რომ 50 კითხვას სხვადასხვა მიმართულებებისას დააყრი, ორშაბათია თუ პარასკევი და ახლოს მაინც რო უნდა კითხო, დაახლოებით ესეთი ამბავია ეს, რომ მისი გონება ამას ვერ იტევს და პირიქით არის ქალი, მას შეუძლია რომ 1000 საქმე ერთად გააკეთოს. საერთოდ არ აინტერესებთ მათ ეს საშიშროება, იმიტომ რომ იციან რომ იქ მათი საყვარელი მოძღვარია. ამიტომ სულიწმინდის მადლი ნახეთ როგორ მოქმედებს. მოშიშებს უშიშრებად გადააქცევს. აი ამ სუსტებს ძლიერებად გადააქცევს. ვისაც შეიძლება ჩვენ მივიჩნევდეთ ესე რომ რაღაცა რა შეუძლიათ მათ, გამოდის რომ ისინი შეიძლება ჩვენი מחარებლები გახდნენ და რითი მიაღწიეს ამას ყველაფერს? თავიანთი სუფთა გულით. იმიტომ რომ სუფთა გულით ემსახურებოდნენ ღმერთს. მეტი არაფერი არ სურდათ მათ, არანაირი გამორჩენა, არც არამედ ხელფასისთვის, არაფერი, მთელი თავისი თავი მიუძღვნეს ღმერთის მსახურება, სანამ იესო ცოცხალი იყო და რომ გარდაიცვალა ჯვარზე და ეს ნახეს, ეხლა უკანასკნელ მოვალეობად მიაჩნიათ, რომ უნდა გააპატიოსნონ მისი გვამი. და მათი ფიქრიც, მათი მოწყობა, აი ხასიათზე, რაზეც ვლაპარაკობ, სწორედ ასეთია. მამაკაცი ხო დაждდებოდა და დაგეგმავდა, ეხლა იმ ლოდისთვის დაგჭირდება ამ წეკრანი, ინსტრუმენტები, ეხლა ეს უნდა წავიღოთ, იქ უნდა დავრეკოთ, იქ უნდა გამოვიძახოთ ევაკუატორი და ასე შემდეგ. ხო მართალია? ქალი ასე არ ფიქრობს. აიღო ეს თავის დასაცხებელი და მიდის და ფიქრობს, ნეტა ვინ გადააგორებს იმ ლოდს. და როდესაც ასეთია სუფთა არის შენი დამოკიდებულება, ლოდი ყოველთვის გადაგორებული ხდება.
ამიტომაც ამაში უნდა მიუბაძოთ მენელსაცხებლე დედებს. მენელსაცხებლე დედობა სხვა მეტი კი არაფერი არ არის. ეს გახლავთ ეს სუფთა და წმინდა დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის ღმერთის მიმართ. რომ ლოდი გადაგორებული დაახვდება თუ შენი ფიქრი ასეთი სუფთა და წმინდა და ყოველგვარ ანგარებას არის მოკლებული. ამ ლოდის გარდაგორების გარდა შენი მწუხარება წარმოგიდგენიათ რა მწუხარებას განიცდიდნენ რომ მათი საყვარელი მოძღვარი მოკლულია. ეს მწუხარება ისეთ სიხარულად შეიცვლება ქრისტეს აღდგომის სიხარულად, არა იმით რომ დღეს ხანდახან ისე ინსტინქტურად მიაძახებ პასუხად ქრისტე აღდგაო რო გეტყვიანა ჭეშმარიტად, არა, ნამდვილ ჭეშმარიტ სიხარულად ქრისტესთან შეხების სიხარულად და გადაიქცევა, იმიტომ რომ ასეც მოხდა მათ ცხოვრებაში. პირველი მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა ელაპარაკა მას იქ მებაღერო ეგონ მემტილეო რო წერია მემტილე სიტყვა ნიშნავს მებაღეს მებაღერო ეგონა და რო ეუბნება რომ თუ შენ აიღეო გვამე მითხარი სად დაფლეო აი ამ ისტორიას გიყვებით ეხლა მარიამ მაგ ჯერ ამ დედებს ყველას ერთად დედები ხო გაიქცნენ შეშინებულები ამის მერე მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა და ამის შემდგომ არის საღამო ხანს კვლავ შეკეტილ მოციქულებს დედებმა ხო უკვე უთხრეს რომ აღდგა ქრისტე მიუხედავად ამისა კარები კვლავ საიმედოდ არის გადარაზული და მათთან მიდის ქრისტე და მერე ეუბნება იმ სიტყვებს რომელიც ჩვენ გასულ კვირას ვისაუბრეთ რომ მშვიდობა თქვენდა და უჩვენებს თავის ჭრილობებს ამიტომაც ასეთი გახლავთ დღევანდელი დღის ეს მოკლე ისტორია და ჩვენთვის განსაკუთრებული მაგალითი როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მამაკაცებისა ქალების მიმართ და ქალებმაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი დამოკიდებულებაც როგორი უნდა იყოს მამაკაცის მიმართ მათი ხასიათებიც უნდა გაითვალისწინოთ ისევე როგორც მამაკაცებმა ქალის ხასიათი უნდა გაითვალისწინონ უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა ის შრომა რომელ შრომასაც მე არ მეგულება მამაკაცი რომ შეძლოს გასწიოს რასაც ქალი ეწევა შვილების აღზრდასა და ოჯახის მოწესრიგების საკითხებში იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ვერ ცხოვრობს მამაკაცი ესე ცალკე აი მაგ დაქრივებული მამაკაცები მინახავს ვერა სახლი ყოველთვის არეულ დარეულია მოუწესრიგებელია ბავშვებს რაღაცა ყოველთვის პრობლემები აქვს და პირიქით როდესაც ხდება ქალი ამას თავს ართმევს ყველაფერს მინდა გითხრათ იმიტომ რომ შეუძლია მას თავ დაუზოგავი შრომა მამაკაცისგან განსხვავებით ამიტომაც პატივი ვცეთ ქალების შრომას დავაფასოთ მიულოცოთ დღევანდელი დღე აი სადმე უნდა წაიყვანოთ მეუღლეები დაპატიჟოთ ვისაც მეუღლე თან აქ არ გახლავთ ან არ ყავთ რა ვიცი შვილმა წაგიყვანოს მოისმინონ იქნებ ჩვენი საუბარი და მთელი კვირა მენელსაცხებლე დღე დედების დღე არის და ეს მარტო დღევანდელ დღეს არ ეხება მთელი კვირის განმავლობაში რაღაცა სიხარული მოგიტანონ და ეს მთელი კვირა ისე უნდა გაატაროთ რომ მთელ ცხოვრების წესად უნდა ექცეთ ეს მამაკაცებს თქვენს მიმართ ეს პატივისცემა და ეს სიხარულის მონიჭება და კიდევ ერთ სიტყვი და აღარ დაგლით რომ გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს ქალის ბუნება ისე არის მოწყობილიო რომ მაშინ არის ბედნიერი როდესაც სხვას ანიჭებს ბედნიერებას და თუ დააკვირდებით ეს მართლაც ასე არის თუ მას მამაკაცი სათანადო ყურადღებას აქცევს თუ სიყვარულს გამოხატავს ყურადღებას პატივისცემას მის მიმართ და აფასებს მის შრომას ეს ქალი ბედნიერია მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სიღარიბეში ცხოვრობდეს ეს ქალი ბედნიერია მიუხედავად იმისა რომ ხშირად საჭმლის გარეშე იძინებდეს ბედნიერია მიუხედავად იმისა რომ მოგზაურობაში ვერ დადიოდეს და ასე შემდგომ ბედნიერია იმით რომ მისი მამაკაცი მას სათანადო პატივს მიაგებს ამიტომაც ნუ მოაკლებთ აი ამ ბედნიერებას თქვენს ქალებს და ეს იქნება ჩვენი გამოხატულება მენელსაცხებლე დედათა საპატივცემულოდ და დასაფასებლად. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ქრისტე აღდგა.